უცილებლად ამ თემას დაუბრუნდებით. ჩვენ დღესაც განვაგრძობთ საჯარო დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმაზე. არხის გენერალური დირექტორის განცხადებას, რომელიც საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემის 11 თვით შეჩერებას გულისხმობს, პროტესტი მოყვა. დღეს ჩვენ ამ დისკუსიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს თანამშრომლებს ვთავთ, მით უმეტეს დღეს რადიო საერთაშორისო დღეა და ძალიან ბუნებრივად მოხდა, თქვათ, ჩვენს გადაცემაში თქვენი მოპატიჟება, ნიკა ცერცვაძე, რადიოს დირექტორი, ხელმძღვანელი და ნია ბახტაძე, მუსიკალური რედაქციის წარმომადგენელი, სამი მუსიკალური პროექტის ავტორი და წამყვანი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, ნიკა. მადლობა დაპატიჟებისთვის და თუ ყოფილად თქვენთან უკვე შეხვედრა და თუ არის დაახლოებით ამ რეფორმასთან დაკავშირებით რაიმე, თქვათ, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია თქვენთვის მოწოდებული კონკრეტულ, თქვათ, პროექტებთან. სანამ ამ თემაზე დავიწყებდით ჩვენ საუბარს, მე მინდა რომ მოგილოცოთ თქვენს, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ვართ. მე დღეს გილოცავთ, დღეს რადიო თანამშრომლებისთვის და კოლეგებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, საერთაშორისო რადიოს დღე არის. გაერთიანებული დევიზით რადიო ხარ შენ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თქვათ, ყოველი ადამიანი, რომელიც რადიოს მსმენელი არის და არა მარტო მას შეუძლია და დადასტურებული არის ჩვენი სატელეფონო ზარებით, რომელიც ძალიან უხვად მიმდინარეობს ეს ბოლო დღეები. დღესაც დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ რადიო მსმენელებს, რომლებიც რეკავენ, გამუდმებით იძახიან საქებარ, არიშურებენ საქებარ სიტყვებს რადიოს მიმართულებით და რასაკვირველია, მე მინდა რომ მიულოცო ყველა ჩვენს თანამშრომლებს, უკლებლივ ყველა ჩვენ თანამშრომლებს, იმიტომ რომ რადიო ოდნავ განსხვავებული მედია, ვიდრე ტელევიზია და აქ მე არ მინდა ვიტრაბახო იმ ჩვენი ურთიერთობებით და იმ ჩვენი დამოკიდებულებით, ენთუზიაზმით და არ ვქოთ ესე. არა, ამას ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ენთუზიაზმი და. კი, ნამდვილად. აი ეს მდგომარეობა დღეს რადიოში, დღესაც ენთუზიაზმით, სიყვარულით და რასაკვირველია პროფესიონალიზმით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რადიოში უკლებლივ ყველა არიან თავის საქმის დიდი მოსიყვარული ადამიანები და ენთუზიასტები რასაკვირველია და პროფესიონალები. და ზუსტად აი აქ მივდივარ ახლა. ამ შემთხვევაში თუ ვთქვათ, იყო საუბარი რომ 111 გადაცემის გაჩერებაზე იყო საუბარი და ვთქვათ, იყო ამ ციფრში არის ნახევარი რადიო გადაცემები. ამ შემთხვევაში ვთქვათ, აი მსმენელისთვის რა შეიძლება იყოს, რა მოაკლდება მსმენელს აი ამ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით 54 ადამიანი მუშაობს ორ არხზე მე შეგახსენებთ და რადიო 1, რადიო 2. ხო, რადიო 1, რადიო 2, ეს ხშირები არის 102 და 4 და FM 100 და 9. ამ ორ რადიო არხზე აპელირებს და მუშაობს 54 ადამიანი, არის 61 პროექტი, გულისხმობ გადაცემებს. და 1.400.000 ბიუჯეტი თუ არ ვცდები. იცით რა არის, ეს არის 4% შემოსავალი, თქვათ, ბიუჯეტისა და რადიოს მე ვფიქრობ შეუძლია დაიტრაბახოს იმითი, რომ თქვათ 60%-ს ის პირნათად ასრულებს. ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული რადიო, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის უნიკალური რადიო 92 წლის გამოცდილებით და რასაკვირველია ისტორიით. აქ უნიკალური არქივის მქონე რადიო, რომელიც დღესაც ქმნის ამ პროდუქტს და დღესაც ამზადებს ისტორიას ქმნის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის გადაცემა, ყველა ის ბგერა, რომელიც რადიოში ჟღერს, ეს კლასიკური მუსიკას შეეხება, ეს შეეხება საბავშვო გადაცემებს, ეს შეეხება საესტრადო მუსიკას, ეს შეეხება, ვთქვათ, რადიო თეატრს, რომელიც თავისთავად უნიკალური გადაცემებია და თავისთავად უნიკალური არის, იმიტომ რომ მსგავსი რადიო სივრცეში მე მინდა გითხრა, აი ეს პროექტები ხარ რაც ახსენეთ, ნიკა. ამ წუთას ტელევიზია ამით ვერ დაიკვეხნის. ეს ყველაფერი ძალიან ნაკლია ტელევიზიის მაყურებელს. მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ სამი საავტორო პროექტი გადავალ ცოტა ხანი ნიასთან და დაგიბრუნებ. სამი საავტორო პროექტი მუსიკალური. იცით რა, ეხა არ ვილაპარაკებ კონკრეტულად არც ჩემს პროექტებზე და არც აი მე მინდა იცით ჯერ პირველ რიგში მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და მიულოცო
ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, დღეს არის რადიოს დღე. მოგილოცეთ ისე ვინმე თქვენ. ნუ ეტყობა მაგისტრის რადიოს მენელს ხოთეშოვი დიდი მადლობა მინდა უთხრა მაპატია ნია გურამჩიკოვანს, ბატონ გურამჩიკოვანს, რომელმაც დილის 9 საათზე დაარეკა და მოგვილოცა მთელს კოლექტივს, მთელს რადიოს და მთელ საზოგადოებრივ მაუწყებელს, აი ეს ჩვენთვის ალბათ ძალიან სასიხარულო დღეა. იცით რა შეასახმე ხა ამ დღეებში როგორ იქნებათ აღელვა მოგეხსენებათ და რადიოზე რატომღაც არის ძალიან მწირი ინფორმაცია, როდესაც არის ზოგადად მაუწყებელზე საუბარი, მაინც ყველა აქცევს ყურადღებას რატომღაც ტელევიზიას. გასაუბრებების დროსაც ხათაშორის მოდიში ირო ჩაგეჭერი გენერალური დირექტორის არჩევნების დროს გასაუბრებების დროსაც პრინციპში უფრო იყო აქცენტირებული ტელევიზია. აი ხა მე თქვენ გეტყვით, აი რამდენი რყევა იყო თქვენს გადაცემაშიც იყო ეს ძველი კადრები, მე ამის ყველაფრის მომსწრე ვარ. იყო სხვა ტელევიზიების არხებზეც და საერთოდ ეს შენობა რო დგას მე გამიკვირდა ამდენი რყევების შემდეგ და აი რადიომ არასდროს არ დაკარგა თავისი სიმაღლე. და არასდროს არ დაკარგა ის ღირებულება, რაც მას გააჩნია. იცით, როდესაც ახსენებენ, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იყო ესეთი ინტერაქტივი, უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს. ჯერ ეს ფორმულირება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. და ის ჟურნალისტი, ვინც კატეგორიულად ამბობდა, ერთ-ერთი თანაწამყვანი იყო, რომ არ უნდა არსებობდეს ჩემის აზრით, ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის, აი ამ ტერმინის უკან, რომ არის, აი 92 წლის რადიო თავისი ამხელა ისტორიით და 60 წლის ტელევიზია, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ეს იუბილეები აღნიშნეთ, ხომ? ამაზე არავინ არ ფიქრობს და ეს არის ძალიან დასანანი. ეხლა რაც შეეხება რადიოს, ეხლა ნიკამ თქვა, რომ ეს არის სრულიად უნიკალური და მართლაც ასეა, არა იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაუშვათ რადიოს თანამშრომლები. იცით რა, სულ არის საუბარი პოლიტიკურ გადაცემებზე, სოციალურ გადაცემებზე და არავინ არ ამბობს, რომ ამ ხალხს ჭირდება სულიერება. სულიერება ჭირდება, იცით. დაიღალა ეს ხალხი ამდენი. ზუსტად ამას ამბობდა გიორგი კეკელიძე პირველ ნაწილში სხვათა შორის. აი სწორედ ამას ასრულებს დღეს ჩვენი რადიო. ანუ ყველა ის გადაცემა, მე კულტურული ყველა სფეროს მიმოვიხილვა და გულისხმობ ყველა სფეროს და ყველა რედაქციას, ეხლა შეიძლება მე რამდენიმე კონკრეტული მაგალითი ვთქვა ჩემი რედაქციის მაგალითზე, მაგრამ ეს ვრცელდება მთელ რადიოზე. მინდა გითხრათ. აი პროფესიონალიზმი, რომელიც ნიკამ ახსენა, მართლაც იცით, აქ არიან აი ძალიან დიდი გამოცდილების მქონე უპირველეს ყოვლისა ადამიანები, პროფესიონალები, ინტელექტუალები და მე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, როდესაც არის ლაპარაკი რეიტინგებზე, იცით, ამ რეიტინგებს მე მგონი მოწვევს ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს მსმენელთან. მithumetes უამრავი სატელეფონო ზარი და ხშირად მე ვეუბნები ხოლმე ჩვენს ხმის რეჟისორს, რომ ამდენ ჩართვას ნუ გამეკეთებ, იმიტომ რომ ირღვევა უკვე გადაცემის თემატიკა, სტრუქტურა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მსმენელი გვყავს და თუ გონია ვინმეს რომ ჩვენ არსად არ გვისმენენ, ერთ-ერთი წერილიც წავეკითხე სოციალურ ქსელში, რამაც აღმაშფოთა, იცით, რას ნიშნავს არ გვისმენენ, სადაც კი გადამცემით დღეს ფუნქციონირებს, ყველგან გვისმენენ და აი ჩემ გადაცემაშიც, უამრავ გადაცემაში ხულოდანაც კი იყო სატელეფონო ზარი. სხვა შორის პეკის საათში ვიყავი ერთხელ სტუმრად, სადაც მიან ნამდვილად შემიძლია აი დავადასტურო, რომ 10 თუ 15 წუთი ვიყავი სტუმრად, არ გაჩერებულა ზარი. არა, ეხლა მე ერთსაც ვიტყვით რა მსმენელთან დაკავშირებით. ჩვენ გადაცემების ალბათ მეშვეობითაც და დახმარებითაც, ნუ პროფესიონალებს მსმენელი თავისთავად ყოფს, მაგრამ რიგითი მსმენელიც უკვე პროფესიონალ მსმენელად ჩამოყალიბდა. თქვენ არ იცით როგორ შეფასებას აძლევენ ჩვენ სტუმრებს, აი ამ ანსამბლებს თუ ცალკეულ სოლისტებს თუ არაჩვეულებრივს, იცით? მართლა პროფესიული შეფასება არის. ანუ იზრდებიან ადამიანები აი ამ რადიოსთან ერთად. მე ყავს ძალიან ბევრი უსინათლოები ყავს. ყავს ინვალიდი ადამიანები, რომლებიც მათთვის არის და ერთ-ერთმა დაარეკა და მეთქა რომ რა უნდათო რომ გადამიკეტონ ჰაერიო, სასუნთქი ჰაერიო, იმიტომ რომ მათთვის მართლაც ასეა. არ აქვს საშუალება რომ დაესწრონ კონცერტებს, დაესწრონ მოვლენებს. ეს ყველაფერი ჩვენთან იცით შუქდება ოპერატიულად. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას რომ აი ეს ჩანაწერები, რომელიც ხორციელდება ნებისმიერ სფეროში, მუსიკალურ ჟანრებსაც ვგულისხმობ, იცით, აი დამისახელეთ რომელები ან ტელესივრცე, ან რადიო სივრცე, სადაც ჟღერს თუნდაც ქართული პროფესიული მუსიკა. არა, არც ერთი. დიახ, კლასიკა
ფოლკლორი, ესტრადა, ასე მე ვამბობ კიდევ ერთხელ ვამბობ. რადიო თეატრი. ეს არის როგორც ჰაერია უცებ. მე კახეთიდან ძალიან ხშირად მირეკავე სხვათა შორის თვლელი კახეთში საერთოდ არ დგას და კახეთი არ ითვლება და რეიტინგებში ერთს მონაწილეობს. მაგრამ რადიო ზოგადადაც ვერ ითვლიან. აი ეს რადიო, აი სატელევიზიო თეატრის მოთხოვნილებაც არის საოცარი და რადიო თეატრიც მათთვის არის აი როგორც ჰაერი, როგორც ჯანგბადი, როგორც არ ვიცი, აი მე ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია შეხება და ეს მართლა ასე. და კიდევ ერთი აი ოქროს ფონდთან დაკავშირებით, აი სულ ჟღერს ამის შესახებ, ხო სულ არის ამაზე საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც უნიკალური ოქროს ფონდი და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრე და გარკვეული წილი ამ ჩვენი გადაცემების მხატვრული ღირებულებისა, სწორედ დაკავშირებულია ჩვენს ოქროს ფონდთან. მაგრამ ეს ხომ რაც ჩვენ დახვდა, მაგრამ აი 10 წლებია მე დავუშვათ ამ რადიოში მუშაობ და ჩვენც ხო ვქმნით აი ამ ოქროს ფონდს. ნამდვილად ასე თამამაჩენილია რომ ეს ყველაფერი ემატება და იქნება ეს ოქროს ფონდი დღემდე და მე იმედია რომ გაგრძელდება, იცი? რა მოლოდინები გაქვთ მაინც ნიკა, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რა სიჩქარე მე მგონი წინასწარ რაღაცა ამასთან დაკავშირებით რაღაცა საუბრები, მე პირადად ჩემი აზრი არის რომ ცოტათი ნაადრევია იმდენად რამდენადაც ყოველი ბგერა რომელიც თქვათ რადიოში ჟღერს, ყოველი გადაცემა, ყოველი თქვათ რაღაცა გარკვეული ქმედება არგუმენტირებული არის. არგუმენტირებული არის ის 24 საათიანი რეჟიმი, ის 24 საათიანი ლაივი, რომელიც ასე ვთქვათ, პირდაპირი ეთერი, რომელიც რადიოში არსებობს. რაც შეეხება 109-ს რადიოს, იქ მინიმალური რესურსი იხარჯება, იცი ნინო, ჩემზე კარგად და საკმაოდ პოპულარული არხი გახდა ეს ხოშოს თავიდანვე ასე იყო 109 იყო ძალიან ფართული რადიო და დღეს თუ შოუ ბიზნესშიც და აი მომღერლები ვინც დღეს ამ ანსამბლები პოპულარულები არიან სწორედ ამ რადიოთი მინდა გითხრათ იცით ჩვენგან აკრიფესა ეს ასე ვთქვათ რეიტინგით და პოპულარობაც და ნუ ბუნებრივია ეს ასეა და თქვენი გეგმები მაინც რომ ვიცოდეთ, ნიკა რას აპირებთ, როგორ აპირებთ? ჩვენი გეგმები ამასთან დაკავშირებით. ყოველდღიურ რეჟიმში ვამძილებთ ჩვენ მუშაობას, ჩვენ ძალიან შვიდები ვართ იმ ხრივ, რომ რაიმე საშიშროება ემუქრება რადიოს, რატომღაც ესეთი განწყობა გვაქვს, ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ, ყოველდღიურად ვქნით იმ პროდუქტს, რა პროდუქტიც არის ღირებული. სამომავლო გეგმები არის ის, რომ თქვათ, ყველა დიდ ქალაქში ვისმით. და არის მენადობა იმდენად რამდენადაც არ არის თქვათ აი ეს მთვლელი რადიოსი ჩვენ ამას ყველაფერს სატელეფონო რაარების მეშვეობით ვაკონტროლებთ მაგალითად ზარები არის ხულოდან ქუთაისიდან თქვათ დასავლეთიდან ყველა ბაქნიდან ამ შემთხვევაში ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს რომ უფრო გავაძლიეროთ ეს მენადობა უფრო წინ წავიდეთ ამ ხრივ გავაძლიეროთ ჩვენი ტექნიკური აი ეს მაინტერესებდა როგორ მდგომარეობაშია ტექნიკური ნუ იცით რა არის მე ვერ გეტყვით რომ ახლა ხვალ რადიო ამის გამო გაჩერდება ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას რადიოს აქვს იმის რესურსი რომ იმ ძველი ტექნიკით რომელიც არსებობს და რომელიც გვაქვს რაღაცა პერიოდი ჩვენ ვიმუშაოთ მაგრამ იმდენად რამდენიც ტექნოლოგიები წინ მიდის და ჩვენ სულ ყოველთვის თავსაუბრობთ რაღაც მულტიმედიურობაზე. მულტიმედიურობა ჩვენი აზრით არის ის, რომ ჯიბეში ჩვენს ტელეფონებზე შეგვიძლია რადიოს მოვისმინოთ, სატელევიზიო გადაცემას ვნახოთ და აქედან გამომდინარე ამაში მდგომარეობს ჩვენი აზრით რაღაცა გარკვეული მულტიმედიურობა. მეორე ხარისხი ალბათ რომელიც განსაზღვრავს რომ გისმენო. აბსოლუტურად მეთანხმები ნიას იმ მიმართულებით რომ ძალიან ბევრ ადამიანს მე გამიკვირდა ახალგაზრდა ადამიანებმა მითხეს იგივე რადიო თეატრზე რომ ვისმენებთ და ძალიან ბევრ ფანტაზიას ვიღვივებთ იმითი რომ თქვა ვისმენთ გვესმის სიუჟეტია და ამ სიუჟეტს ჩვენ თვითონ ხატავთ უკვე როგორც რეჟისორებიო საკმაოდ შეიძლება ისეთი ზედაპირული და საკმაოდ შეიძლება ერთი შეხედვით რაღაცა მეამიტურია ეს ყველაფერი მაგრამ რადიო თეატრზე გავიზარდეთ ჩვენ სულ ყველანი ალბათ გავიზარდეთ სკოლიდან მოსვლის შემდეგ ხაზის რადიოზე გავიზარდეთ და ძალიან ბევრი ბავშვები იზრდებიან ახლა იმ ძილის პირულზე რომლის მელოდიაც ჩვენ ამოვიღეთ და რა ვიცი რო ვიმღერო ლიტერატურული და ყველა ხო ამ ყვება ნამდვილად სულ ყველა და იყო რაღაცნაირად ეს ძალიან
სასიამოვნო და ასე რომ ყველა კრიტერიუმს რომელიც აი ამ მოთხოვნილებებში აი საზოგადოებრივი მაუწყებლის მე მგონი ჩვენი რადიო ლიდერი რადიო უკვე ჩვენ შეგვიძლია მე თამამად შემიძლია არა მსგავსი პროდუქტი არ არის უბრალოდ მსგავსი რადიო ხო ჩვენი გადაცემები ხო არ არის რომ გამარჯობათ ესე იგი დაბადების დღეს გილოცავთ და ამ მუსიკალურ ნომერს მოგიძღვნით ეს ხომ არ არის რეიტინგური რადიოები ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ახლა გადაცემათა ციკლია იმიტომ რომ მთელ რეტროსპექტივას რომელიმე კომპოზიტორის ან შემოქმედების აი ამას ყველაფერს ვაცნობთ და მე მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი პროექტი რომელიც შემდეგ განხორციელდა სწორედ რადიო გადაცემების შედეგად განხორციელდა დიდ საკონცერტო დარბაზებში მაგალითისთვის მაბატია ნინო გაგაწყვეტინა მაგალითისთვის ჩვენ უსინათლოებისთვის გავაკეთეთ თქვათ რადიო თეატრი რამდენიმე სპექტაკლი დავბეჭდეთ დისკად დავწერეთ თქვათ იმისთვის რომ იმ ადამიანებმა ძალიან მარტივად თვითონ ტექსტიც წაიკითხონ და რა ვიცი ძალიან წარმატებული ბრაილის შრიფტით ალბათ რასაკვირველია ხო და ძალიან ისეთი გულის ამაჭუყებელი და კარგი იყო ეს ყველაფერი ჩვენს რაღაცნაირად გვინდა რომ აი ეს მიმართულებაც განმოვითაროთ და იმიტომ რომ ძალიან დასანანიარი კი ჩვენ გავაკეთეთ თქვათ და გვაქვს ჩვენს ეთერში ხაზის რადიო რომელიც გულისხმობს თქვათ იგივე აი იმ გადაცემების ამოწევას იმ საუკუნის ხმების ამოწევას რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აწებული ნუ არ ვიცი ვინ პიერ კობახიძიდან დამთავრებული ნუ რა ვიცი რომელი ერთი დავასახელო აღარ ვიცი შეიძლება ამის გამოცემა შეიძლება ამის თქვათ საჩუქრება დარიგება იმიტომ რომ მე მგონი ერუს იმანჯგალაძის წაყვანილი ფეხბურთები ადამიანს სახში უნდა კონდეს ვისაც ფეხბურთი უყვარს ალბათ ხო და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულისთვის თქვათ თეატრის მოყვარულისთვის ქაუტონი გული გვაკეთებს საოცარ გადაცემას რომელიც ისედაც ვინ ხარ შეგდებოდა არ ვასახელებთ არც ჩვენი თანამშრომლების სახელებს გვარებს არ გვინდა რომ რაღაც ჩათვალონ რომ აი ამ გადაცემას ეწევა და უშოთ რაღაც ასევე ზუსტად ასევე ზუსტად იგივე მინდა რომ თქვა ჩვენი მისამართებაც რეალურ სივრცე არ საუბრობს მხოლოდ რეალურ სივრცეზე ჩვენ საუბრობთ ზოგადად მაუწყებელზე იმ ადამიანებზე იმ ინტელექტუალურ ადამიანებზე ვინც აკეთებენ აქ ძალიან დიდ პროდუქციას და გარდა პროდუქციისა საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მისიონერი თუნდაც იმ საქმეში რომელიც თქვენ ახლა თქვით გაერთიანდეს ისეთ ადამიანებთან, ისეთ კომპანიებთან, უწყებებთან, ინსტიტუციებთან ერთად და მიიტანოს თითოეულ ადამიანამდე დემოკრატიული განვითარების იდეა, რაც არის ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობის ერთ-ერთი მთავარი კარგია და სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ დღეს თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურნეო საბჭო მუშაობს იმ რაღაცა კრიტერიუმებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენთვისაც ეს ყველაფერი. კი, ჩვენ ველოდებით ამას უკვე უნდა გავიდეთ ეთერში და შეიძლება აი ამ ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართი. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა არის ალბათ დისკუსიის საგანი, ძალიან კარგია ზოგადად რომ დისკუსია გაიხსნა და ამ დისკუსიაში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალები, ასევე ადამიანები, რომლებიცაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი არხის მაუწყებლობა, რომელსაც ეს შეგნებული აქვს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ამ და სხვა თემებზეც სასაუბროთ. თქვენ ხვალ სოციალურ გიმნასტიკებთ, ზეკ ისევ ჩვენ შევხვდებით აუცილებლად და პარასკევს თავის ხადია გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა თქვენთვის. ნახვამდის დიდი მადლობა.